თქვენთან და თქვენი გულისთვის. მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ოცნებობდი და მშურდა მართალი გითხრათ იმ ადამიანების, ვინც კარგად ცურავდა. აი რო ვუყურებდი ხოლმე მე არ ვიცოდი ცურვა, დღესაც შეიძლება ითქვას რომ თლად კარგად არ ვიცი, მაგრამ აი რო ვუყურებდი ხოლმე ეს იყო ნამდვილი, ვერ ვიტყვიო თეთრი შურით, ნამდვილად მშურდა სასტიკად იმისათვის რომ მინდოდა ძალიან რომ მეც ასე მეცურა. მერე გადავწყვიტე რომ რაღაცა პერიოდში უკვე საკმაოდ 40 გადაცილებული ვიყავი რომ რაღაცა მეცადა და იმისათვის რომ არ ჩავძირულიყავი წყალში ყოველ შემთხვევაში და სხვათა შორის ყველას გირჩევთ, იმიტომ რომ ჩემით დავიწყე ამ გადალახვა რაღაც გარკვეული შიშების წყლის და ვეცადე რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი ჭია გავახარო ასე ვთქვათ და რომ ჩავალ აუზში თუ ზღვაზე ყოველ შემთხვევაში ვიყო ბედნიერი იმითი რომ შემიძლია ვიცურო, მაგრამ ვერასოდეს ვერ დავმალავ იმ აღფრთოვანებას, როდესაც ვიგებ თუ არა თუ კარგად ცურავს, არამედ გადაცურა. აი ეს გადაცურვის თემა იყო ყოველთვის ძალიან ჩემთვის მიმზიდველი, რომ გადაცურა ლამაში, გადაცურა რაღაც უზარმაზარი ტერიტორია და სულ ფიქრობდი როგორ გადაცურა. მე ხელით და ფეხით ცურვა მიჭირდა და კიდე ის რო გავიგე, რომ ადამიანმა და მათ შორის ქართველმა მოცურავემ ხელფეხ შეკრულმა გადაცურა, ეს იყო პირველი შოკი, რომელიც მე ვიღე ცურვასთან მიმართებაში. და დღეს გასაოცარი ამბავია ჩემთვისაც, იმიტომ რომ აი ეს ადამიანი თქვენთვის ყოველსათვის ნაცნობი ჰენრი კუპრაშვილი, რომელიც არის ამავე დროს თესლეულის პროფესორი და ამავე დროს ძალიან კარგი სპორტსმენი, თურმე დღესაც აი ახლაც ხდება მსოფლიოს ჩემპიონი და ის კლავ აგრძელებს. აი ნახეთ, ჩვენი ასაკის რუბრიკა გრძელდება ჩვენთან ეხლა და დღესაც აგრძელებს და 80+ კატეგორიაში გახდა იგი მსოფლიოს ჩემპიონი და ქალაქ ოლუში ჩატარდა ფინეთის ქალაქში ეს ჩემპიონატი და ჩვენ რა თქმა უნდა მოვიწვიეთ დღეს ბატონი ჰენრი კუპრაშვილი ჩვენთან, იმიტომ რომ აი ამ გასაოცარ ფენომენზე მინდა ვისაუბრო, რომელიც ამოუხსნელია დღემდე ჩემთვის. მე არ ვიცი, მე მგონი თევზიც კი ამდენი ხანი არ ცურავს წყალში, ბატონო ჰენრი, ამდენიც თქვენ ხართ და ამ ნებისმიერ ასაკში როდემდე აპირებთ ცურვას და კიდე რამხელა რომელი ასაკის ჩემპიონატები უნდა მოიგოთ კიდე 80+ გავიგე, იმედი 90+-აც მოიგებთ და შემდგომ 100-საც. დიდი იმედი მაქვს. მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. რა ჩემპიონატია ეს და ეს არის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი. ქართულად ასე ინგლისურად winter swimming, რუსულად ზიმნა. ყოველ შემთხვევაში ქართულად ალბათ უფრო სწორი იქნება ყინულ წყალში ცურვა. აი იმიტომ რომ თამფინეთში ამ ზამთარში სტანდარტით წყალი არ უნდა აღემატებოდეს 4 გრადუსს. ყინვაში პრაქტიკულად. ხო, ყინვაში ეს აუცილებლად 4 გრადუსს თუ აცი უკვე აღარ ითვლება მსოფლიო ჩემპიონატის სიაში არ ითვლება. და ეხლა სადაც მე მონაწილეობდი, იქ იყო ყველაზე იდეალური 0 გრადუსი და 2 ეს იდეალურია ცურვისთვის? ისა, იმიტომ რომ იქ გაყინვის პროცესია, მაგრამ იქ წყლის ტუმბოს აკეთებენ ისე რომ არ გაიყინოს შეჯიბრების პროცესში. ახლა როცა ცურავ არ იყინება მაშინ. ან ჰაერს უბერავენ, ან რაღაცა, როცა სტარტი არ არის, ან რაღაცა. ყოველ შემთხვევაში სტანდარტს შეესაბამებოდა წელს. ფინეთის ქალაქი ოულუ არის და ნუ დღეს სადღაც 10 გრადუსი ყინვა იყო, ღამე მეტი იყო ცხადია და ნუ ყოველ შემთხვევაში ამ სტანდარტებს შეესაბამებოდა. ეს იყო სადღაც მე-14 მსოფლიო ჩემპიონატი. მე წინა მსოფლიო ჩემპიონატებშიც 2014 წელსაც რო დავიწყე პირველად ფინეთში იყო ისიც როვანიემში, აი ლაპლანდიაში. და იქ მაშინ მედალი ვერ ავიღე. პირველი საქართველოსდან დღესაც პირველი ვარ ყოველ შემთხვევაში. ხო, ვინც ამ ცურვაში მონაწილეობს. ყოველ შემთხვევაში, მაგრამ სლოვენიაში ავიღე 6 ოქროს მედალი. სხვადასხვა სახეობაში? არა, ხო, გაცურვა ბატერფლაი, კროლი და ეს არის რა. ახლა ბატერფლაიში არა თუ? ახლა ბატერფლაიში. როგორ ამაზიც? ბატერფლაიში ავიღე და კროლში ავიღე 25 და 50 მეტრიაში ვერცხლი, ხო. და დისტანცია რამხელა არის ხოლმე ბატონო? როგორ არის იცით? ყინულ იქ იყინება ეს მდინარე და სადღაც 1 მეტრის სისქის არის ყინული. იქ არის სპეციალური ტექნიკა, ისა ამოჭრიან ამ ყინულში 25 მეტრიანი სტანდარტის აუზს.
იქ შესაბამისად მე ხისკიბეები, ჩასასვლელი ბილიკები, 10 ბილიკი იყო გაკეთებული ახლა 10 ბილიკი. და 10 ბილიკის уда 2000 მონაწილე იყო ამ უამრავი ქვეყნიდან, ჩრდილოეთის ქვეყნები ძირითადად და ამ ბილიკებზე ჩვეულებრივ სტარტი მხოლოდ როგორ არის თავით გადახტომა არ შეიძლება იქ აუცილებლად კიბე უნდა ჩახვიდე ხელი მოკიდო და როცა სტარტია გააკეთო წინსვლა არის 25 მეტრი 50 მეტრი 100 მეტრი 200 მეტრი 450 მეტრიც. მაგრამ 70 წელს გადაცილებულები, 75 წელს გადაცილებულებს 200 მეტრზე აღარ გვაძლევენ უფლებას. იქ თავისი წესებია ისა, რომ ვთქვათ, გადახტომა არ შეიძლება, სტარტი თავისი უფრთხილდებიან ალბათ ბუნებრივია ჯანმრთელობის ფორმა დაზიანება. უფრთხილდებიან ალბათ ადამიანებს, რომ გადახტომა არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის. ისეა მორგებული ამ შემთხვევაში შეფერილობები. და რა მაინტერესებს, იცით, გავიგერო ჩრდილოეთის ქვეყნები იმათთვის ეს მეტნაკლებად ბუნებრივი მდგომარეობა, იმიტომ რომ მზეს ისინი წელიწადში ერთი კვირა თუ ნახულობენ ხოლმე, იმიტომ რომ არ არის მზე და მიჩვეულები არიან ახლა აქაც რო ვხედავ ტურისტებს ჩვენ რო დავდივართ ქურთუკებში ისინი ამბობს ზერო გამოვა მოკლემკლავიანი მაისურებით დადიან აი ეს სამხრეთელი ადამიანებისათვის არის ცოტა უცნაური რამ რომ ასეთ ყინულოვან წყალში ჩვენთვის ეს ძალიან ისეთი არა ავთენტიკური კლიმატია აი როგორი სამზადისი გაქვთ ბატონო აი როგორი ემზადებით ხადია იმ ჩრდილოეთის ქვეყნების ხალხისგან განსხვავებით ნაკლები ისა იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ ავთენტიკურია ის გარემო და ადაპტირებულები არიან და მთელი სეზონის მანძილზე სულ ამ შესაბამისი კულტურაც აქვს იმისა რომ აუზში არის ჩასასვლელები ყველაფერი ჩვენთან მე ველოდები ხოლმე ლისის ტბა როდის გაიყინება შეიძლება ერთი გაიყინოს ერთი კვირა და ამ ერთ კვირაში უნდა მოასწრო რაღაცა ივარჯიშო რა და თანაც ჩვენთან არც ის არის რომ ყინულის სპეციალური მისასვლელები რაღაცა ხო ძალიან ამ კუთხით ან ძალიან იმპროვიზაციულია თქვენი ვარჯიში დამოკიდებული ამით ჩაგრული ვართ რა ამ კუთხით და ცხადია ახლა აი ფინელმა წელსის ფინელმა ძალიან ძლიერი სპორტსმენია ყოფილი სპორტსმენია და ძლიერი იმან მომიგო ახლა ის ადაპტირება მე ახლა რო ჩავდივარ აი პირველ გაცურვაში უკვე მაინც ორგანიზმს იმიტომ რომ ყინულში რო ჩადიხარ ამ ყინულ წყალში ხო ორგანიზმი მაინც იმას იძლევა ხო თანაც შეუჩვეველი როცა ხარ ამიტომ შედარებით მაინც მინუსი მაქვს ამ კუთხით და აი მე მეორე მესამე გაცურვაზე უკვე ადაპტირება ხდები და მე უკვე ის არის რა ანზე რამეს ისვა არ შეიძლება და მხოლოდ აი მოკლე საცურაო კოსტუმი, სათვალე, თავისი სტანდარტები აქვს, იქ დარღვევა გამორიცხულია. ის არავითარ რეალურად ეს ჩემპიონატი ალბათ მაინც გათვლილია ჩრდილოეთის ქვეყნებზე უფრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ხოლმე მონაწილე სამხრეთის ქვეყნებიდან. არა, იშვია ეხლა ყოველ შემთხვევაში საქართველოსდან მე ვარ და სხვა მეტი მიმიდან სხვა აზერბაიჯანიდან არ ყოფილა სომხეთიდან არა სამხრეთიდან არ ვიცი მართალი რო გითხრა ახლა არ ყოფილი გამარჯვებული არავინ არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ხო გამარჯვებული არ ყოფილა მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ახლა მაინც საქართველოს სახელით რო გამოდიხარ ძალიან დიდი ისა გაქვს დატვირთვა და ნუ არ ვიცი ახლა თვითონ ის ხალხი ვინც ხარს მიიჭერს არა იმიტომ რომ ახლა 14 წლის კაცს რო მასე ფსონსდებ არ არის ძალიან აი მართალია ძალიან ასეთი მადლობელი ვარ რა ვთქვათ აი სპორტის სამინისტროსი და შალვა გოგოლაძის ირაკლი მეძმარიაშვილი რომელიც 2002 წელს სპორტის მინისტრი იყო მე რო გადავცურე დარდანელი ხელფეხშეღრუმა
და მაშინ იქიდან გულშემატკივრობს ბატონი ირაკლი. მაია აზარაშვილი ჩვენი სეულის ოლიმპიადის პრიზიორი, მისი სპორტი ყველასათვის ფედერაცია გვერდში მიდგას, სტიპენდიაც კი დამინიშნა, როგორც მოქმედ სპორტსმენს, აი წარმოიდგინეთ, როგორი ის არის. ეხლა ასევე ჩემი მშობლიური ტექნიკური უნივერსიტეტი, გარდა დავით რექტორისა, დავით გურგენიძისა, იქ თქვა ზურაბ გუდავაძე, პრეზიდენტი ემისი, ყველა იქ ახალგაზრდა ერთი აჩო იოსელიანი, რომელიც სანამ არ დავბინავდი წასასვლელად, სულ ისე გვერდში მედგა ახალგაზრდა ბიჭი, ისე მაყოფილი ვარ ამ კუთხით. ტონუსი, აუზი, გპის აუზი. და ერთი კიდე რა მაინტერესებს, არა თანხას არ ვკითხულობ ბუნებრივია, მაგრამ ეს ანაზღაურებადია ეს ჩემპიონატი? არა, უბრალოდ ეს მოხალისეობრივია თქვენ როცა? არა, პირიქით ის თითოეული ის სადაც 50 ევროა დარეგისტრირება თითოეულ გაცურვაში. ეს შეულებრივ ასეა 50 евро თითო გაცურვა. და ბოლოს ბატონო მაინტერესებს თუ ზრდით და თუ იქნება თქვა თქვენი გზის გამგრძელებლები საქართველოში. ვინმეს აქვს ამის სურვილი, ვინმე დაინტერესდა, ვინმეს უნდა რომ მოგბაძოთ და გააგრძელოს ეს გზა, რომელიც ძალიან რთული გზა არის მოგეხსენება. არა, იცით, ნამდვილად არ არის ესეთი რთული ფსიქოლოგიური ფაქტორია მეტი არაფერი. თქვენც თავისუფლად შეძლებთ ამას. შეძლებთ ამიჯერეთ რა. უბრალოდ ეს ფსიქოლოგიური ის უნდა დაძლიოთ და მეტი ხო ის დავძლიეთ ხოთა შორის და ვისწავლეთ სულ ეს ძალიან ხო არა აქაც ის არის. ეხლა მე ბევრი და ახალგაზრდა ბავშვებიც უარჯიშია ჩემთან, თქვათ აი ბევრი ვიდეოებშიც იყო თქვენ არხებზეც გასულა ჩვენი ვარჯიშები, თქვათ ნინო ოდიშელიძე, ანა ზუბაშვილი, ესენი ახლა გარკვეულწილად ეს გზა გრძელდება რა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო არიან მოყვარულები და უბრალოდ აი მათ მხარდაჭერა ჭირდებათ რომ მოხდნენ ამ ეს მხარდაჭერაც მე იმედი მაქვს იქნება რეზულტატებიდან გამომდინარე. და ისეთი ის იყო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჰედო ჩვენთან იყავით დღეს და გაგვიზიარეთ. კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რომ აქ რომ ველოდებოდი თქვენ ჩემ შემდეგი გამომსვლელი ელენე ბეროზაშვილი